მოგესალმებით, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და დღეს რიგით მესამე ბედის მატრიცის ბოლო ნაწილს ვწერთ და აქ უნდა განვიხილოთ დამკვეთმა გთხოვა 5 წლის პროგნოზი, ანუ რა ასაკშიც არის ის და შემდეგი 5 წლის პროგნოზი. ეხლა რას ნიშნავს 5 წლის პროგნოზი? რა ჩანს ბედის მატრიცაში? ეს არ არის მკითხაობა. ეს არის რა შესაძლებლობები გაქვს, რა რესურსი გაქვს, რა კარმები გაქვს დასამუშავებელი და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. წელს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ადამიანმა თავის, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონაზე იზრუნოს, თავისი ენერგიების ამაღლებაზე იზრუნოს, იქიდან გამომდინარე, რომ არის სასულიერო პირი, რომელიც ვიწინასწარმეტყველე და ესეც აღმოჩნდა. ეს ცოდნა როგორ გააზიაროს, როგორ დაამუშავოს, ამ ცოდნით როგორ მოიუტანოს თავის თავს და სხვებს სიკეთე ამაზე იზრუნოს, აუცილებლად ექნება სამყაროში გამოწვევა, რაღაცა შეფერხება, რაღაცის დასასრული, რაც ძალიან რწმენაში გამტკიცებულმა უნდა გააგრძელოს, ანუ ახალი გააკეთოს, ახალი გააგრძელოს, ახალი მიზნები დაისახოს. მთავარი ამოცანა აქვს ეს გასაკეთებელი ამ ადამიანს. ეს დადებითში თუ ასე ვთქვათ არ გაითვალისწინა ეს რჩევები, მაშინ წაიღებს მინუსში, ეგოცენტრულობაში, ჩაკეტილობაში, დეპრესიაში და ეს ყველაფერი ცხადია მოუტანს არასასურველ შედეგს. მომავალ წელს რაც შეეხება, ისევ ძლიერდება. საერთოდ მიდრეკილება იქნება ეს 2 წელი, რაღაცა ასე ვთქვათ შემალვის, შეყუჟვის, განდეგილობის, მარტო დარჩენის და ეს არ უნდა გააკეთოს პირიქით, აი ეს დრო, ასე ვთქვათ, მარტო დარჩენა რომ მოუნდება და იყოს ეტაპობრივი, ანუ რაღაცა ფრაგმენტი იყოს მის ცხოვრებაში და არა მთლიანი დრო და ეს მარტო დარჩენა გამოიყენოს დასვენებისთვის, გამოიყენოს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ცოდნაში ჩაღრმავებისთვის, ხო, ამ ინფორმაციის გაღვივებისთვის და არა დეპრესიისთვის. მომავალ წელსაც როგორც თქვი, ეს ენერგიები გრძელდება და კარმა უაქტიურდება. ეს არის ნახე თუ სწორად განვლო ეს პერიოდები, ეს რესურსები ეზოთერულად ღვთის კანონებით, რაშიც არის და ვფიქრობ, რომ კი ბატონო, დიდი ალბათობით ძალიან სწორად გავა, მაშინ წამოუვა სამყაროდან დიდი საჩუქრები, წამოუვა სამყაროდან ასე ვთქვათ, ნახე კარმა ხო არც კარგია და არც ცუდია, დამსახურებული ჯილდოები და ძალიან დიდ პოპულარობას უნდა მიაღწიოს თავისი შინაგანი ცოდნიდან გამომდინარე, თავისი სიბრძნიდან გამომდინარე, ეს უნდა დაუფასდეს და აი ეს გამოჩნდეს, რაღაცა წინ წაიწეს, შეიძლება კარიერულად დააწინაურონ, ხო? შეიძლება პოპულარული გახდეს თავის, ასე ვთქვათ, გარშემო წრეში. ეს პერიოდი, აი 38 წლის ასაკში უკვე აი ეს ძალიან დიდი ცოდნის მიღება, ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, აი სტატუსი თავისი, რასაც მიიღებს 36-37 პერიოდში, ზუსტად უნდა გამოიყენოს უკვე აი კარიერისთვის, რაც მე ვთქვი, გახდეს მხადაგებელი და იმუშაოს, ასე ვთქვათ, იყოს ძალიან მარტივი და მსუბუქი, რაზეც გავუსვი, ხო, ხაზი. მას ეს აქვს მთავარი დასამუშავებელი, რომ ეს ცოტა სიხისტე, ცოტა აგრესიულობა, არ იყოს ბრძანებლური ტონი შეასუსტოს, დაარბილოს და უნდა იყოს ძალიან ლაღი, ძალიან ბავშვურად მისაღები მსუბუქი საურთიერთობა. აი ამის მთელი რესურსი ექნება უკვე 38 წლის ასაკში, შეიძლება იყოს ეს უკვე მღვდლად დავინახო ეს ადამიანი, ჯერ არ არის ეს ასე ვთქვათ, ხო უკვე მხადაგებლად დავინახო და ძალიან დიდი პოპულარობა და ძალიან დიდი ის დაიმსახუროს, ნახე, მიზიდულობა ადამიანების, რომ რა კარგია მასთან, ის კი არა რომ დაძაბოს, დათრგუნოს ადამიანები, არა, აი რაღაცა სილაღე ქონდეს, სათუთე ქონდეს, სიმარტივე იყოს მასთან მისასვლელი და ეს მთელი ცოდნა ძალიან პროფესიონალურად და კარგად გაავრცელოს. 39 წლის ასაკში უკვე ამ ადამიანს სამუშაო აქვს
ძირითადად ისევ და ისევ ფინანსური ეტაპი მოდის და თუ ამ ადამიანმა არ შეიყვარა საკუთარი თავი, არ გასცა ეს სიყვარული, ჩაებლოკება ფინანსური ენერგია, დაებლოკება ასევე ჯანმრთელობა, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ასევე მიზანი დაისახოს, შეიძლება ქონდეს რაღაცა ნგრევები, მაგრამ იცოდეს, რომ ღმერთი მასთან არის და არა უშავს ეს თუ დაინგრა, ისევ ახალი მიზანი დაისახოს და წავიდეს. ცოტა რთული პერიოდი ექნება 39 წლის ასაკში, აი ეს რაღაცა დანაკარგები უჩანს, ხო? ამ ხრივ. მიზანი, პატარ-პატარა მიზნები და მიზნისკენ სწრაფვა, დიდი სიყვარულის ენერგიით, საკუთარი თავის სიყვარულის ენერგიით. ეს აქვს ხო რესურსი, ჩვენ უკვე განვიხილეთ. და 40 წლის ასაკში ეს არის ისევ კარმული ელემენტები შემოდის, ისევ ეს თემატიკა ტრიალდება და დიდი ფინანსური შემოსავალიც ჩანს თუ ამ ყველაფერს, ანუ ორი ვარიანტი გვაქვს, ხო ვიცით, ან მინუსში გადაყვავს ენერგია, ან პლუსში. მე ცხადია დადებითი ენერგიას უფრო მეც ვსაუბრობ, უფრო მეტ ხას ვუსვამ, რომ ეს ჩაიბეჭდოს ადამიანმა, იმიტომ რომ ამაზე კონცენტრირდეს. დიდი მზის ენერგია ამოსდის, ჯანმრთელობა კარგი, ეს არის ფულის შემოსავალი, ეს არის კარმიდან ისევ სამყაროდან საჩუქრები და მის პროფესიაში კიდე ჩაღრმავება რაღაცა ახალის პოვნა, ანუ ძალიან ეზოთერული ენერგიის გაშლა ეს და ამითი პოპულარობა, ხო, თავისი საქმიანობით ძალიან დიდი პოპულარობა. ასევე ამითი რვიანები სადაც არის, ანუ 36-37 წელი ვთქვი, 40 წელი ვთქვი, ამ წელში საგვარეულო ეგრეგორებს დაეხმარება ძალიან თავისი სისუფთავით, თავისი სიწმინდით. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, ეს უნდა იყოს რბილი, მე ვიცი რა არის კარგი და მე ვცხოვრობ აი ესე სწორად, მართლთებულად, სიყვარულით, ხო, სამართლიანად, კარმული კანონებით და არა ხვლით ვდგევარ და აბა თქვენს ესე მოიქეცით, თქვენ სწორად იცხოვრეთ თორემ ღმერთი დაგჭით. ღმერთის დაიჭაზე ძალიან მეცინება. ჯალათი რო გონია ზოგს ღმერთი, ესე თუ წავიდა არა, მაშინ მართლა დაანახებს სამყარო, რომ აი ეს არ არის სწორი გზა, სწორი სახე და პირიქით ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს და მართლა მოუწევს, რომ უკან დაიხიოს და მართლა მოუწევს სადღაც დამალვა, შეყუშვა, განმარტოება, განდეგილობა, გარიყულობა. ეს რო არ მოხდეს, აი ეს აქვს მთელი მისი ბედის მატრიცას ეს სწორხაზოვანი ხაზი გასდევს, რომ უნდა დაარბილოს ეს ენერგიები და მე თუ სიტყვაზე ცუდად ვიქცევი, არ უნდა გამიბრაზდეს, არავის არ მიუცია უფლება მისთვის, რომ გამიბრაზდეს, ჭკუა დამარიგოს, თითი მიქნიოს, დამემუქროს, მას შეუძლია მირჩიოს, მას შეუძლია სიყვარულით დამანახოს სწორი გზა, თავისი საქციელით დამანახოს სწორი გზა. აი ესე კი მაგრამ აი ესეთი ბრძანებლური ტონით არა, ეს უნდა დათრგუნოს მან მასში. აი ეს არის ძირითადი მისი, ასე ვთქვათ, წლების პროგნოზი, ანუ განსაკუთრებით კარმული წლები როცა არის, ეს არის 36-37 წელი და 40 წელი. განსაკუთრებულად სწორად ეს რვიანის ენერგიაზე რაც ვისაუბრე, ხო, უნდა განვლოს, კიდევ ერთხელ განვეორდები რა არის ეს რვიანის ენერგია, ეს არის ღვთიური კანონების დაცვა, ეს არის სიყვარული, ეს არის სითბო, ეს არის დარბილებული ენერგია, ეს არის სამართლიანად ცხოვრება, ხო, სამართლიანობის ბალანსის დაჭერა და არამც ასე ვთქვათ, ჯვაროსნული ომის წამოწყება ღმერთის სახელით. აი ეს არის ძალიან გასათვალისწინებელი. დანარჩენ წლებს, ასე ვთქვათ, ეს ყველაზე პოზიტიური წლები ექნება თუ დადებითში დაამუშავა, უბრალოდ ძალიან უნდა მიაქციოს ყურადღება. დანარჩენში სულ ესეთი ვარსკვლავები და მზეების ენერგია აქვს და ძალიან დიდ წარმატებას ვხედავ ამ ადამიანში, თუნდაც მხოლოდ ეს ენერგია დაამუშავოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ წინა ცხოვრებაში ჰქონდა საკმაოდ ძალის დემონსტრირების საშუალება და ეს მოყვება ადამიანებო, ეს მოყვება წინა ცხოვრებაში, რაცაც ვერ გაუძელით და ცდუნება ჰქონდა და
გადაგხარა მინუსისკენ, ხო, ამის ცნობა ყოველთვის იქნება. ამიტომ უფრო კარმის შელტი არის ის, რაც მთელი ცხოვრება უნდა ამუშაოს ადამიანმა და ყურადღება მიაქციოს და კონდეს კონტროლის ქვეშ ეს ენერგიები. დიახ, ეს უნდა აკონტროლოს მან და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებ ამ ადამიანს მის რელიგიურ, ასე ვთქვათ, პროფესიაში და ცხოვრებაში. ამით დამთავრდა ეს ბედის მატრიცა და შემოგთავაზებთ მალე სხვა ადამიანის ბედის მატრიცას. გემშვიდობებით თქვენი ნათია შაი. არ დაგავიწყდეთ და ლაიქება არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეს არხი მარტო ჩემი არხი კი არ იყოს, თქვენი არხიც იყოს, ხოლო ვისაც სურს ჩემთან კავშირი, დაკავშირება არა მარტო ბედის მატრიცის შესაქმნელად, ჩემი ნომერია 591233507. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე დიდი სიყვარულით, გამარჯვების შეგრძნებით, იმედით, მომავლით, სიყვარულის სავსე გულით და სამყაროდან ბევრი ჯილდოები, ბევრი ბონუსები, ბევრი ღია კარი მინდა გისურვოთ. დროებით.